ნახეთ რა მოვა ხილხი. Холод 5 სანტიმეტრიანი პატარა კალმებით რეკორდულ დროში გამოვიყვანე კივი, მოცხარი და ლეღვი, ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე ჩვეულებრივ ხდება. და ეს ყველაფერი ერთი მეთოდის გამოყენებით, რომელიც მართლა გეუბნებით, პირღია დაგტოვებთ, ბრაზილიური მინიკალმის მეთოდი. ეს არის ძალიან მარტივი, ეფექტური მეთოდი და ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს ამის გაკეთებას სახლში, ზედმეტი სირთულეების და ხარჯების გარეშე. დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით, როგორ მუშაობს ეს მეთოდი, რადგან ნამდვილად ღირს ამის ცოდნა. ბრაზილიური მეთოდი ეფუძნება ძალიან ახალგაზრდა პატარა კალმების გამოყენებას და მათთვის იდეალური ტენიანობის შენარჩუნებას, რათა სწრაფად გაიდგას ფესვები. და რაც მთავარია, ამას შეგვიძლია სახლის პირობებში მარტივი მასალებით გავაკეთოთ. ხოლო სანამ საქმეს შეუდგებით, მოდით ვნახოთ, რა მასალები დაგჭირდება. მრავალი არ არის, ძალიან მარტივი ნივთებია, რომელსაც ნებისმიერი იშოვის. პირველ რიგში დაგჭირდება 8 ლიტრიანი დიდი ბოთლი, რომელიც ჩვენი გამრავლების კონტეინერი იქნება. ასევე დაგჭირდება ძლიერი მაკრატელი ან დანა, რაც ხელთ გაქვთ. დაგჭირდება ქვიშას. შეიძლება იყოს მდინარის, გაფილტრული ან თუნდაც სამშენებლო ქვიშა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა იყოს სუფთა. თუ სუფთა არ არის, რამდენჯერმე ვრეცხავთ, სანამ წყალი სრულად გამჭვირვალე არ გახდება. ცოტა ბამბა, რომელსაც გამოვიყენებთ დრენაჟის დასაფარად და იმისთვის, რომ ქვიშა არ გაიქცეს. ასევე გვექნება ალოე ვერა და დაფქული დარიჩინი, ორი კლასიკური საშუალება, რომლებიც ძალიან დაგვეხმარება, რომ პატარა ნერგები არ გაფუჭდეს და კარგად დაიწყონ ზრდა. 10 მოცულობის ჟანგბადიანი წყალი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება 3%-ის კონცენტრაციით. 1 ლიტრი წყალი უბრალოდ მორწყვისთვის მოსამზადებლად. და ბოლოს, ჩვენი მთავარი გმირები. 3 პატარა ნერგი მოცხარის, 3 პატარა ნერგი კივის და 3 პატარა ნერგი ლეღვის, ყველა მათგანი 3-5 სანტიმეტრის სიგრძის. ამ ყველაფრით უკვე გვაქვს საჭირო მასალა, რომ ავაწყოთ ჩვენი გამრავლების მოწყობილობა და დავიწყოთ ბრაზილიური მეთოდი. ახლა ბოთლს მოვამზაბებთ. პირველ რიგში დავაწვენთ 8 litrიან ბონბის. შემდეგ ძალიან ფრთხილად გავუკეთებთ გრძელ ჭრილს თითქმის შუაზე, მაგრამ ერთ მხარეს დაუტოვებთ გაჭრის გარეშე. ეს მხარე, რომელსაც არ ვჭრით, გამოგვადგება როგორც სახურავი ანჯამით, თითქოს პატარა სადგურის სახურავი იყოს. ახლა ავიღებთ საჭრელს და ბოთლის ყველაზე დაბალი წერტილიდან დაახლოებით 2 სანტიმეტრის ზემოთ დავითვლით. ზუსტად ამ ადგილზე გავუკეთებთ პატარა ნახრეთს. ეს ნახრეთი იქნება ის, რომელიც განსაზღვრავს წყლის მაქსიმალურ დონეს ჩვენს გამრავლებელში. თუ წყალი ამ დონეს გადააჭარბებს, უბრალოდ ამ პატარა ნახვეტიდან გამოვა. შემდეგ შიგნიდან ამ ნახრეთში ცოტაოდენ ბამბას ვათავსებთ, რომ ზედმეტი წყალი ნელა გამოვიდეს, მაგრამ ქვიშა გამრავლებლიდან არ გაიქცეს. ახლა კი დავამატებთ ქვიშას. პირდაპირ უყრით დაახლოებით 7 სანტიმეტრ ქვიშას. ეს ასე ნაწილდება. პირველი 2 სანტიმეტრი იქნება წყლის რეზერვუარი, ის ნაწილი, სადაც ყველაზე მეტი წყალი დაგროვდება. დანარჩენი 5 სანტიმეტრი იქნება ზედა ნაწილი, სადაც ჩვენს პატარა კალმას მოვათავსებთ. ეს ნაწილი თავიდან უფრო მშრალი იქნება, მაგრამ შემდეგ კაპილარობის წყალობით თავისით დაისველება. თუ შესაძლებელია, ბოთლის ზედა ნაწილში 1 სანტიმეტრს თავისუფლად ვტოვებთ, რომ როდესაც მორწყვას დავიწყებთ, წყალი არ გადმოიღვაროს და არ დაგვესხვაროს. ეს დიზაინის საშუალებას აძლევს სისტემას კაპილარობის პრინციპით იმუშაოს. ანუ ქვედა ნაწილში დარჩენილი წყალი ნელ-ნელა ზევით აიწევს, რაც უზრუნველყოფს იდეალურ ტენიანობასა და ჟანგბადს, რათა პატარა კალმები ფესვებს გამოიღებენ და არ დაალპებიან. კარგი, ახლა პატარა კალმების მომზადებას დავიწყებთ. პატარა კალმებს 3-დან 5 სანტიმეტრამდე ვჭრით, თითოეულს 1 კვირტით, თუ შესაძლებელია. 3 კალამს მოვჭრით მოცხარის, კივისა და ლეღვისგან. როგორც კი ისინი მზად გვექნება, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მოვამზადოთ, რათა სოკოს პრობლემები ავიცილოთ თავიდან, რადგან ჩვენს მინის სათბურში ძალიან მაღალი ტენიანობა იქნება და თუ ზომებს არ მივიღებთ, ეს ხელს შეუწყობს პათოგენების გაჩენას. ამიტომ დარგვამდე მათ ბუნებრივ პრევენციულ საშუალებას მივცემთ. პირველ რიგში ჭრილის ადგილს ალოე ვერათი დავასველებთ, როგორც ქვედა, ასევე ზედა ნაწილში. ალოე საოცარია, რადგან ის იცავს კალმის ქსოვილს, ასტიმულირებს ფესვების განვითარებას და შეიცავს ბუნებრივ ჰორმონებს, რომლებიც ძალიან ეხმარება კალმის კარგად დაფესვიანებას. შემდეგ ჭრილის ადგილებზე დაფქულ დარიჩინს ვაყრით. დარიჩინი ბუნებრივი ანტისოქოვანი საშუალებაა, რომელიც სოკოსა და ლპობას უშლის ხელს.
ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი, რომ კალმის ეს პატარა ჭრილობები დარიჩინით დავფაროთ. და ამით ჩვენი მინიკალმები უკვე მზად არიან დასარგავად. მათ დასარგავად არ არის საჭირო არც ხვრელების გაკეთება და არც ჭრილების. უბრალოდ ვიღებთ თითოეულ მინიკალმს და უშვებთ პირდაპირ ქვიშაში, დაახლოებით 2 ან 3 სანტიმეტრის სიღრმეზე. ძალიან მარტივია. ყლორტის წვერი ყოველთვის ზემოთ უნდა იყოს მიმართული. ვაწყობთ ისე, რომ ვიცოდეთ რომელი რომელია. ახლა მორცხვას მოვამზადებთ. 1 ლიტრ წყალში ვამატებთ 1 ჩაის კოვს 10 ვოლუმიანი ჟანგბადიან წყალს, ანუ 3%-იანს. თუ უფრო ძლიერი ჟანგბადიანი წყალი გაქვთ, მაგალითად 20 ვოლუმიანი, მაშინ 9 ჩაის კოვზე გამოიყენეთ. 80 ვოლუმიანის შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე წვეთი საკმარისია. ეს ნაზავი ხელს უშლის სოკოების განვითარებას და სუბსტრატ ჟანგბადს აძლევს. ახლა ძალიან ნელა ურწყავთ, ისე რომ ქვიშამ ნელ-ნელა შეიწოვოს წყალი. როცა დავინახავთ, რომ წყალი იწყებს გამოსვლას სადრენაჟე ხვრელიდან, წყვეტთ მორცხვას. ეს ნიშნავს, რომ რეზერვუარი სავსეა და ქვიშა კაპილარული გზით დატენიანდება. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოდის. ადგილი, სადაც მას დავდგამთ. ეს გამრავლების კონტეინერი უნდა იყოს ისეთ ადგილას, სადაც არაპირდაპირი სინათლეა. ეს ნიშნავს, რომ არავით არის პირდაპირი მზე, რადგან ზედმეტი სიცხე შეიძლება დააზიანოს ნერგები. ახლა მოვამზადებთ ბუნებრივ პრევენციულ საშუალებას, რომ ყველაფერი სუფთა და სოკოების გარეშე იყოს. 1 ლიტრ წყალში ვამატებთ ცოტაოდენ დარიჩინს, კარგად ვურევთ, ვფილტრავთ თხელ ტილოზე და ვასხამთ შესასხურებელში. ეს ნაზავი ანტისოკოვანი, ძალიან უსაფრთხო და არხზე ძალიან რეკომენდებულია. იდეალურად, მას ყოველ 3-დან 4 დღეში ერთხელ უნდა შევასხუროთ. ასე სოკოს პრობლემები ძალიან რთული იქნება. ხო და უკვე 6 კვირა გავიდა და შეხედეთ ამას. შეხედეთ, რა ლამაზი ფესვები გაუზრდიათ ამ პატარა ნერგებს მოცხარის, კივისა და ლეღვისგან. მართლა საოცარია, როგორ რეაგირებს ეს ბრაზილიური მეთოდი ასეთი პატარა, სულ 5 სანტიმეტრიანი ნაჭრებითაც კი. და მაინც, შეხედეთ შედეგს. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მიგვირს, რამდენად კარგად მუშაობს. და მინდა მნიშვნელოვანი რამაც გითხრათ. თუ შეძლებთ, უმჯობესია ეს კლებადი მთვარის პერიოდში გააკეთოთ. ამ ფაზაში წვენი ქვემოთ, ფესვებისკენ მიედინება და ნერგები ბევრად უფრო ადვილად იკიდებენ ფეხს. სავალდებულო არ არის, მაგრამ ძალიან ეხმარება. გაიხსენეთ ისიც, რომ თითოეულ მცენარეს თავისი ტემპი აქვს. ზოგს ცოტა მეტი დრო სჭირდება, ზოგი უფრო ადრე ამოდის. მთავარია გამრავლების ყუთის სულ არ ხსნათ, მისცეთ მუშაობის საშუალებას სწორედ ამისთვის მოვამზადეთ ასე. კაპილარობა იდეალურ ტენიანობას ინარჩუნებს ისე, რომ თითქმის არაფრის გაკეთება არ გჭირდება. და სულ ესაა. თუ ვიდეო მოგეწონათ, ძალიან მადლობელი ვიქნები თუ დაალაიქებთ, გაუზიარებთ ვინმეს, ვისაც შეიძლება გამოადგეს და განსაკუთრებით თუ კომენტარს დამიტოვებთ. მომწერთ ცდით თუ არა ამ სისტემას და რომელი მცენარეებით გინდათ, რომ შემდეგ ვიდეოებში ვცადოთ. დიდი ჩახუთება ყველას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.